რუსთაველის გამზირი უწყვეტი პროტესტის 59 დღეს ისევ გადაკეტილია. საზოგადოებამ ისევ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოიყარა თავი, თუმცა მანამდე დღეს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე იყო საპროტესტო მსვლელობები და ამის შემდგომ უკვე აქციის მონაწილეებმა იმ ადამიანებმა, რომლებმაც დღეს დილიდან დაიწყეს საპროტესტო მსვლელობები, რასაკვირველია საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოიყარეს თავი და თქვენ როგორც ხედავთ 59 დღეს რუსთაველის გამზირი არის ისევ გადაკეტილი. მოქალაქეების მოთხოვნები რასაკვირველია ისევ და ისევ არის უცვლელი. ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში. აქ არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები. დათო ტურაშვილს ხედავ ასევე ბატონ დავით პირდაპირ ეთერში ვართ. მოკლედ 59 დღეა, რაც უწყვეტად ვართ რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ეს არის ის მთავარი მოთხოვნები, რაზეც საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერდება. ქართულ ოცნებას როგორც ჩანს ჰქონდა მოლოდინი, რომ ისინი ამბობდნენ, რომ 20 იანვრის შემდგომ პროტესტი არ იქნებოდა რუსთაველის გამზირზე, მაგრამ დღესაც აქ ვდგავართ. აი თქვენი პოზიცია როგორ არის? არ ვიღლებით, ისევ აქ ვართ იმისათვის, რომ ვიბრძოლოთ ევროპული მომავლისთვის. იცით რა, აი მარტივად გეტყვით რა, ეხლა დღეს არის მიხა ხელაშვილის დღე. აი ეს არის უნიკალური ადამიანი. დღეს იყო ამ ადამიანის სახელთან და დიდებასთან დაკავშირებული მარში, მსვლელობა და მისი გახსენებაც მინდა რომ თხოვო ქართველებს, რომ როგორც ყველა შოტლანდიელი აღნიშნავს მთელ მსოფლიოში რობერტ ბენსის დღეს 25 იანვარს, ისე აღნიშნოთ ჩვენს ქართველებმა მიხა ხელაშვილის დღე, იმიტომ რომ ეს არის არა მხოლოდ მისი დაბადების დღე, არამედ მისი დახვრეტის დღეც. 100 წლის წინ, ზუსტად 100 წლის წინ დახვრიტეს მიხა ხელაშვილი სამწუხაროდ ქართველების ხელით, როგორც ხდებოდა ხოლმე სამწუხაროდ არც თუ იშვიათად დამპყრობლები იყენებდნენ ქართველების იმ ქართველების წინააღმდეგ, ვისთვისაც თავისუფლება ასეთ ძვირფას იყო და ისეთი მაგარი ბიჭი იყო, 25 წლის იყო რომ დახვრიტეს და საოცარი ლექსების ავტორი, დიდხანს მისი სახელის ხსენებაც კი არ შეიძლებოდა და დღეს არის 100 წელი მისი დახვრეტიდან და მიხა ხელაშვილი, აი წარმოიდგენ, სულ მარტო დარჩა. ქაქუცა ჩოლოყაშვილი განჩენ უკვე რომ წავიდნენ საქართველოს ემიგრაციაში, მარტო დარჩა და მაინც არ დანებდა და ამდენ ხალხს ვინ გააჩენებს და რა გააჩენებს, რომელი დამპყრობელი შეძლებს ამათ დამორჩილება. ეს არის გამორიცხული. ანუ სუტყვილა წვალობს ყველა, ვინც ამ პატარა ქვეყნის დაჩაგვრას ცდილობს. გასაგებია რომ პატარა ვარ და ამიტომ ხშირად გვიპყრობდნენ, მაგრამ საქართველოს ისტორიაში არ არსებობს დღე და ღამე, როცა არ არსებობდა ქართველი, რომელიც თავისუფლებაზე ოცნებობდა და თავისუფლებისთვის იბრძოდა. ასე რომ იმ ქვეყანაში, სადაც მიხა ხელაშვილი არსებობდა, არ არსებობს, რომ თავისუფლება დამთავრდეს. პირიქით, როგორც მიხა არის, რამდენიც ამო დახვრიტეს, 100 წლის წინ დახვრიტეს. მარტო დარჩენილი ბიჭი და ყველაზე უკვდავია, მარტო დარჩენილმა შეძლო მოეტანა ჩვენთვის რითიც უნდქვათ. და ყველაზე მთავარი ეს არის თავისუფლება. ასე რომ მადლობა მიხა ხელაშვილს და ყველას, ვინც თავისი სიცოცხლე გაიღო ჩვენი სიცოცხლისთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის. დიდი მადლობა. მადლობა დავით ტურაშვილს უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. ასეთია ვითარება, პრინციპში აქ ყოფი ადამიანები ერთმანეთს თანხმდებიან იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტი და ეს აჩვენა იმან, რომ 59 დღეა უკვე აქ საქართველოს მოქალაქეები რჩებიან ამ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ დედაქალაქში, მთელი ქვეყნის მასშტაბით პროტესტი არ წყდება იმისათვის, რომ ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ ის პოლიტპატიმრები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პირდაპირ ეთერში. ჩვენ გავესაუბრებით აქ მოქალაქეებს, რომლებიც ტერიტორიაზე რჩებიან, ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩატარებას და რასაკვირველია იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. საღამომშვიდობისა, 59 დღეა ისევ რუსთაველის გამზირზე ვართ, პარალელურად ჩვენი მეგობრები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ, ქართული ოცნების სამართალდამცველებმა დააკავეს. ქართულ ოცნებას ჰქონდა მოლოდინი, რომ 20 იანვრის შემდგომ პროტესტი შეწყდებოდა, თუმცა გრძელდება. 59 დღეა ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. აი დღეს თქვენ რას ეუბნებით ამ მოქალაქეებს, რომელთა გვერდითაც გახართ უწყვეტად და ქართული ოცნების რუსულ პოლიტიკას აპროტესტებთ? თითოეული ჩვენი პროტესტი, თითოეული ჩვენი თავშეყრა და გამოსვლა უნდა იწყებოდეს და იწყება კიდევაც პოლიტპატიმრების და სისტემის ტყვეების, რეჟიმის ტყვეების, უპირობო განთავისუფლებით, სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნით და თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებთ იმასაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ყოველ დღე იკრიბება ხალხი, იმისთვის რომ
ხალხთან მივიდეს ხალხის ხმა, საზოგადოების ხმა, საზოგადოებრივი მაუწყებელი უპირველეს ყოვლისა უნდა აშუქებდეს საზოგადოებისთვის აქტუალურ პრობლემებს და აშუქებდეს სიმართლეს. რაც შეეხება პროტესტის მილევადობას, ეს ფუჭი იმედებია და ფუჭი გათვლებია ქართული ოცნების მხრიდან, რადგანაც ეს ქვეყანა არ შეეგუება უსამართლობას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ირინა ჟორდანიას უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში, როგორც თქვენ მოისმენთ, ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტები და პრინციპში ეს აჩვენა საზოგადოებამ. ბაჩო ქაჯაია არის ასევე საპროტესტო აქციაზე, რომლის წინააღმდეგაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე აქვს გამოძიება დაწყებული. ბაჩო, ჩვენ ვიხილეთ შენი პროცესი და პრინციპში უკვე გადადებულია, თუ სწორად მახსოვს 18 თებერვალს უნდა გამოაცხადოს მოსამართლემ გადაწყვეტილება. აი რეალურად მოუოდინი როგორი გაქვს და შენ ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ არ არსებობს მტკიცებულებები სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, შენ არაერთხელ დაუშვი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს კითხვა, თუ სად ჩანდი იმ ფოტომასალაში, რომელიც მათ წარადგინეს და პრინციპში ვერ მოახდინეს შენი იდენტიფიცირება და ძირითად შემთხვევაში სწორედ ამ ფორმით აკავებენ მოქალაქეებს სისხლის სამართლის საქმეებითაც და ადმინისტრაციული საქმეებით. აი სასამართლო პროცესზე მითხარით, პირველ რიგში რა მოოდინი გაქვთ? რაც შეეხება მტკიცებულებებს, მაინც შევასწორებ, მტკიცებულებები ამტკიცებს, რომ გზამი არ გადამიკეტავს. ანუ შესაბამისად არ არის ის, რომ იმ ვიდეო მასალაში, რომლის გამოც ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტრო, აი აქ ახლა არასაკმარისი ხალხი დგას, იქ არ ხდება ჩემი იდენტიფიცირება. შესაბამისად, მოკლედ მტკიცებულებები პირიქით რაღაცეებს ამბობს ამ შემთხვევაში. კიდევ რამ მკითხეთ ბოდიში უკაცრავად, რაღაც მკითხეთ კიდე სხვა რამე. პროტესტი გრძელდება და 59 დღეა დღეს რუსთაველის გამზირზე ვართ და ქართულ ოცნებას რატომღაც ჰქონდა მოვიდი, რომ პროტესტი შეწყდებოდა. პრემიერ-მინისტრი, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ 20 იანვრის მერე რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები არ გამოვიდოდნენ. თუმცა როგორც ჩანს, საკმარისად გაბრაზებულები არიან ქართველი საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებიც აქ დგანან ისევ. ხო, ანუ ჩვენ იმ მიზნისთვის ორი პირობა რაც გვაქვს და ამ პირობაზე მყარად ვდგავართ, ეს არის რა თქმა უნდა გათავისუფლება უკანონო დაპატიმრებული ადამიანების და მეორე ხელახალი თავისუფალი არჩევნები სამართლიანი. ეს პირობა ჯერ არ შესრულებულა. შესაბამისად, ჩვენ რა ვიცი, არა გვაქვს არანაირი სხვა პირობა რომ დავიშალოთ, რადგან ჩვენ ვერ დავტოვებთ ვერ ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც უკანონოდ დაკავებულები არიან ციხეში და ვერ დავიშლებით იქამდე, სანამ ის პირობა, რომელიც თავისუფალი არჩევნებია, არ ჩატარებულა და შესაბამისად არ ჩატარდება, მანამდე ჩვენ არ დავიშლებით, ვიქნებით მშვიდობიანად, მოვითხოვთ ჩვენს კონსტიტუციური უფლებებით გამოხატვას, რომელსაც მშვიდობიანი პროტესტი და მიტინგი ქვია და შესაბამისად ველოდებით, როდის შესრულდება ეს ჩვენი ორი მოთხოვნა. დიდი მადლობა ბაჩო ქაჯაიას უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთ მოქალაქეს ჩავთავთ ჩვენ პირდაპირ ეთერში, რომლებიც ბატონიკა პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენც რუსთაველის გამზირზე ხართ და რასაკვირველია, თქვენი მოთხოვნაც არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე არიან პატიმრობაში. აი პროტესტის 59 დღეს თუ რამე დაგჭათ კიდევ ქართული ოცნებისთვის სათქმელი, აი რა იქნება ეს თქვენი მხრიდან? სათქმელი ერთადერთი ის არის, რომ ეს პროტესტი არ ჩერდება და არ გაჩერდება. ხო და აქ მოთხოვნა, ჩემი მოთხოვნა როგორც მოქალაქის არის დეესკალაცია. და დეესკალაციის ყველაზე ოპტიმალური გზა დღეს არის ახალი არჩევნები და უკან დაკავებული ახალგაზრდების გამოშვება. იმიტომ რომ არ შეიძლება ეგრე შევალთ პოლიტიკურ ჩიხში, რომელიც შევა ეკონომიკურ ჩიხში. ეკონომიკურ პრობლემები ამ ქვეყანაში უკვე დაწყებული არის და ხელისუფალს აქვს ეგ პასუხისმგებლობა სწრაფად ირეაგიროს ამას. დიდი მადლობა. ნიკა გამყრელიძეს უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში. რუსთაველის გამზირზე პროტესტი გრძელდება და როგორც უკვე მოისმინეთ თქვენ მოქალაქეებისგან, პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება მთავარი მოთხოვნები შესრულებული. ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც გამოგონილი ბრალდებებით ბიძინა ივანიშვილის სამართალდამცველებმა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკეტეს.